ირანში მიმდინარე პროცესებს. და ვიყოთ ჩვენ ამისთვის მზად, იმიტომ რომ 90 მილიონიანი ქვეყანა თუ მოგვადგა ჩვენ აქ ეს ლტოლვილთა მასები გადაკელავენ საქართველოს. ამ წუთად ვრცელდება ინფორმაცია, მინდა რომ ამ თემასაც შევეხოთ, ეხლა ამ ამოკა ხაზარაძეზე მთელ გადაცემას ვერ გავაკეთებ. არა, არც არა საჭირო. ეხლა ელ-უდეიდის ავიაბაზიდან ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემით ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს იგერიებენ. ამის შესახებ BBC ავრცელებს ინფორმაციას და წერს, რომ ყატარში აღნიშნულ ავიაბაზაზე ამერიკულის გარდა რამდენიმე ქვეყნის სამხედროები არიან გათავსებული. და ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ირანმა ყატარსა და ერაყში მდებარე ამერიკული ავიაბაზებისგან ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. არსებული ინფორმაციით ყატარისკენ სულ მცირე 6 რაკეტაა გაშვებული და წერს მედია, რომ ირანის მიერ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმების ფონზე დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების უმაღლეს ხელმძღვანელობასთან სასწრაფოდ შეხვედრა მოიწვია. როგორც CNN-მა თეთრი სახლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით დაწერა, სიტუაციურ ოთახში იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი პიტ ჰექსეტი და გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე დენ კეინი. ანუ ეს არის უკვე ფაქტობრივად, ჩვენ ვთქვი კიდევაც, ფაქტობრივად რუსეთის ხელისუფლებაც განაცხადა, ეს არის მესამე მსოფლიო ომის დასაწყისია უკვე. იმიტომ რომ ეხლა რაც იქ ესროლეს, იქ კარგად მოგეხსენებათ რა 2 დღის წინ, როდესაც ეს ბირთვული შეერაღების აი რა სადაც მიმდინარეობდა მუშაობა და გაანადგურა ამერიკამ ფაქტობრივად ლამის ატომური ბომბი ჩამოაგდო და ამას მოყვა ეს საპასუხო უკვე გარკვეული ნაბიჯი. და აი ეს არის კატასტროფა მეგობრებო, იმიტომ რომ ჩვენთან 2000 კილომეტრი არის დაშორებული ირანი საქართველოს, მეტი არა და აქ ზოგიერთი იდიოტს აი ჯერ ეგერთი ძალიან დიდი საშიშროებაა რადიაციის მხრივ, იმიტომ რომ კი ამბობენ რომ ამოვიღეთო ჩვენ ურანიო და გამდიდრებული ურანიო და მაგრამ კაცმა არის ის მე ხა მაგატე კი აკეთებს განცხადებას რადიაციული ფონი არის წողშიო, მაგრამ იცით რა არის, მაინც ძალიან საშიში სიტუაცია. მე დევნილების მხრივ, ეხა იქ თუ ესეთი დაბომბები წავიდა და ეხა ამერიკას საპასუხო კიდე ნაბიჯს გადადგამს. ეხა 2 წელი გაგრძელდებაო, BBC ევროპელები ამბობენ, ანალიტიკოსები, ეს ომი 2 წელი თუ ეს ომი გაგრძელდა. იქ ხო არავინ არ დარჩება, ირანში ვიღა გაჩერდება. წამოვა ეს დევნილები. ირანიდან ეს წამოსული ტალღა ყველა ვარიანტში საქართველოსამდე მოაღწევს, ხო? ყველა ვარიანტში და აი ამას რა უხარია ამ საცოდავს ერთი მაინტერესებს რომ აი ესე ხარობენ აი აქ ზოგიერთი გარკვეულწილად და გზააბნეული ადამიანები ხარობენ იმას საქართველოს ყურის ძირში აგერ ამნაირი უბედურება ხდება და ხარობენ რომ ესე იგი აჟიტირებული ვარ თუ ამის ამით რა მაგარ რაღაცებს ბოდავ ძალიან აჟიტირებული ვარ დილიდან 6 ბომბი ჩამოვარდა აი ულამაზესი ბომბდამშენებიდან რომელიც გუშინ გაუშვეს ბუნკერის ბომბები წალქოშაგებიდანაც დაუშინეს, ანუ პარალელურად ხდებოდა. ეხლა წავედი აუზზე. აპეროლით უნდა აღნიშნო გუშინდელი ღამე. ისე იგი, აი არ არიან გეოვნები ეს ხალხი ნორმალურები რა. ესე იგი ორი ულამაზესი ბომბი თუ რამდენი ულამაზესი ეს ბომბი ჩამოაგდეს, აი. ესე იგი ისე ლაპარაკობენ, შვილო ეს ბომბი რო ჩამოაგდეს, ეს რადიაცია შენ გონი არ მოვა აქამდე, მე ის თუ რაღაცა ბირთვულ შეერაღებასთან არის ყველაფერი დაკავშირებული, არ მოვა, თქვენამდე ჩერნობილმა გადაუარა საქართველოს. ჩერნობილის კატასტროფის შემდგომ საქართველოში აი ეს კიბოთი დაავადების რიცხვი რო გაიზარდა, სწორედ იმის დამსახურება იყო და კაციშვილი არ აცხადებდა ისე მაშინ როგორ ამბობდნენ არაფერი, დიდი არაფერი არ იქნებაო. ეხლა მე არ მინდა მოსახლეობას გული გაუხეთქო და რაღაცა ისეთი ინფორმაციები მივაწოდო, მაგრამ ეხლა ეს იმოქმედებს ჩვენზე ეს ომი ძალიან იმოქმედებს. ვერავინ ვერ შეაკავებს ამ დევნილებს და გადაგჯეგავენ და გადაგκτელავენ. და ეს ნანუკა ჯორჯოლიანი აგერ კიდე ნახეთ ერთი ნახე. აი შატანახეთ. ეს რა სილამაზე ყოლია ამერიკასო აი ამ B2-ის თვითმფრინავებზე იმაზე ლაპარაკობს ბომბზე ესე იგი აი ამ ბომბების ავიამზიდზე რომელთაც ჩამოაგდეს ეს ესენი ბომბები ირანში აი ამაზე ლაპარაკობს ამას უხარია ეს. მე აგერ ესე იგი ჩვენ ყავს ხალხი გზააბნეული ხალხი რომლებიც აიგერ ერთ-ერთი არის ტორესა მოსი და ნახეთ რას ამბობს აშშ სამხედრო საზღვაო ძალებს შეუძლიათ ხმელთაშუა ზღვიდან ტომაჰავკის ერთი ზუსტი გასროლი დაასრულონ საქართველოს არსებული რუსეთის სასარგებლო ვაკხანალია.
სამიზნეც ერთი ეყოლებათ და კი ვიცით რა სიზუსტით ისვრიან. ესე იგი ესენი არ ვიცი, ესე იგი საქართველოში ერთი ჩამოაგდონ ეს ბომბიო. და ვითომ ეს ბომბი რო ჩამოაგდონ, ამას არ მოხდება, ან ეხლა არ შეეხება ყველას. აი, ესენი ოღონდ ესე იგი საქართველოში, ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდნენ და გააგზავნიან წერილ ტრამპის საყეზე ერთი კაი ბომბი ჩამოაგდეს საქართველოშიო რა. აი, ქვაზე ნუ დარჩენილა ოღონდ ჩვენ ვიყოთ ხელისუფლებაში. ეს არის ამათი მოთხოვნა რა. ოღონდ ესენი იყვნენ და თუ კიდე მიწასთან გასორდეს თბილისი საერთოდ რა. აი ესეთი მოღალატეები, ესეთი საიდან იშვით, საიდან რა ძუძუწოვეთ, ასეთი რა არის, რა უბედურებაა, რომ ესე გიხაროდეს საკუთარი ქვეყნის აოხრება რა. ესენი ძუძუმწოვრები არ არიან, ესენი ქვეწარმავლები არიან, ამიტომ ძუძუ ამათ ნაწოვი არა აქვთ რა. პირდაპირ ვიტყვი ამას. რაც შეეხება ბატონო ნიკოლოზი, მოდი გავანებოთ თავი იმას, რომ აი ხა იქნება რადიაციული ფონი თუ არ იქნება. ეგ მაინც ჩვენ ამასთან დაკავშირებით, მაინც ჩვენ ჰიპოთეტურად გვიწევს საუბარი. მოდი საერთოდ არაფერიც არ იქნება. ელემენტარულად საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ირანს დაანგრევენ. ამას წყალი არ გაუვა. ალბათ რეჟიმშად შეცვლიან. სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, ზუსტად როგორ განვითარდება სიტუაცია, ეგ არავინ არ იცის, მაგრამ არავინ იცის უბრალოდ, მაგრამ ну ჰიპოთეტურად მაინც ასე მგონია მე ეს ჩემ წარმოდგენაში რა კი ამ დონემდე მივიდა ну დაახლოებით მოხდება ირანის ერაყიზაცია რაც გააკეთეს ერაყში რომ დაშალეს ფაქტობრივად სადამ ჰუსეინის მიერ შეკოწიწებული ქვეყანა და დაშალეს ფაქტობრივად ერაყი დაშლილი არის რამდენიმე ნაწილად მაგალითად ჩtildeო ნაწილს ხო ერაყის ქურთისტანს ფაქტობრივად ბაღდადის ხელისუფლება ვერ აკონტროლებს ხო იქ არის ვითომ ავტონომია მაგრამ სინამდვილეში დამოუკიდებელია ეგა ხო ირანსაც აქვს სხვათაშორის ქურთისტანის პრობლემა აუცილებლად ალბათ გამოიკვეთება ირანული ქურთისტანის საზღვრები დარწმუნებული ვარ ამაში ერთი სიტყვით ეგრეთ წოდებული რეჟიმ ჩეინჯის რეჟიმში გადაიყვანენ ალბათ სიტუაციას შეერთებული შტატების პირველი პირები მაგრამ მოდი გავანებოთ ამას თავი ნებისმიერ სიტუაციაში ლტოლვილები იქნება 90 მილიონიანი სახელმწიფო არის ირანის ისლამური რესპუბლიკა. ეს ხალხი, ეს უზარმაზარი ტალღები ლტოლვილებისა, რო დაიძრებიან, გნებავთ ჩრდილოეთით, გნებავთ სამხრეთით, გნებავთ აღმოსავლეთით, გნებავთ დასავლეთით. საქართველოსკენ 5 მილიონის რო წამოვიდეს, 2 მილიონი წამოვიდეს, 1 მილიონი წამოვიდეს. აქვს ხელისუფლებას ჩვენს ქვეყანას იმის რესურსი, რომ ეს ტალღა შეაჩეროს? არა აქვს ვირფასო მეგობრებო. ну პირველ რიგში სომხეთი აღმოჩნდება უნძიმებს მდგომარეობაში და მე ეს ტალღები ჩვენამდეც მოვა. ამიტომ ჩვენ ერთ სულ და ერთ ხორცს უნდა ვიყოთ ეხლა ქართველები ხელისუფლების გარშემო ყველანი მე არ მომობ რომ ეხლა ყველამ ქართული ოცნების დროშები დავიჭიროთ ხელში თქო მაგრამ ეხლა არ არის სიტუაცია ისეთი რომ არ არის შიდა დაპირისპირების დრო და აი ეს ქალბატონები რო გამოდიან ეხლა იმას თავსაფარი რო აქვს თავზე წაკრული ეს იმასავით ჭადების გამომცხობელი ქალებით რო გამოიყურება პოლიტიკოსობაზე დებს თავს. შეიძლება პოლიტიკოსი ესე ლაპარაკობდეს, რომ რა კარგიაო, ბომბები ჩამოყარეს ირანშიო. პოლიტიკოსი შეიძლება ასე ლაპარაკობდეს, გეკითხებით. მაგრამ თქვენ ახსენეთ ამას წინათ, არა, რას ქვია არ არის, კაცო, ფედერალისტები ვართო, ჩვენო მე და ფედერალისტები კი არა, ბოდიში ახლა ვიტყოდი, მაგრამ კიდე შეიძლება ამიტომ ის ტერმინი, რაც ამას წინათ თქვენ გაახმოვანეთ და კარგად ვიხალისეთ, რომ მიშას ბუჩქების ქალებიო, ესენი არიან მიშას ბუჩქების ქალები. ჩვენ ხო კარგად ვიცით ახლა, რომ სააკაშვილმაც კი ვერ გაუძლო ამ უბშვიტინე ქალს როგორიც არის ეს ჩერგოლეიშვილი და მოიშორა და გაუშვა სადღაც 10,000 ევრო თუ დოლარი ქონდა დანიშნული იქ ვიღაცებს თავიანთ პატრონებს თხოვა და დაანიშნა მოიშორა იმიტომ რომ ეს ქალი არ არის ფლად დალაგებული რა ეს ბოგერია სოლი და რაც შეეხება ჟორჟოლიანს ნანულას ну ახლა ეს ამ ქალის უციგნურობა და უვიცობა ხო ყოველგვარ საზღვრებს ანგრევს ну არ ვიცით ახლა ჯერ ეს ერთი თაღლითი თავიდან ბოლომდე იქაც კი ფული აკეთა უგზავნიდნენ ეს გაბრიყვებული და მოღორებული ქართველები უცხოეთიდან რომლებსაც უნდათ რომ საქართველოში
მოიყვანონ ეს სააკაშვილის ჩაფრები ხელისუფლებაში და იქ კიდე რას აკეთებდა და რამე მაქინაციებს ასრულებდა კაცმა. გასაგები, ეხლა მე არ მინდა ისე მინდა ამ ირანთან დაკავშირებით, მე ბატონო დიტო ვერ დაგეთახმები თქვენ რომ ირანის საქმე დამთავრებულია. ირანი არ არის არც ერაყი და არც კიდე ეგვიპტე და არც ის ქვეყნები. ირანი გაცილებით ძლავრი ქვეყანაა და ირანის უკან დგას რუსეთი, ჩინეთი. თქვენ ნუ გონიათ რომ ეხა ეს წინააღმდეგობა რომელიც უწევს ის ამერიკას ეს მარტო თვითონ უწევს ამას იმიტომ რომ შემდეგი სამიზნე ყველამ კარგად ვიცით იქნება უკვე ჩინეთი იქნება უკვე რუსეთი და აქედან გამომდინარე არავინ არ დაუშვებს იმას მე ეხლა არც ერთ მხარის პოზიციას არ ვიჩენთ რომ იქ რაღაცა დასავლეთმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოახდინოს სახმელეთო გზით ვერ მოხდება ეს გასაგებია ზიანს მიაყენებენ უდიდეს, მაგრამ ზიანს ისრაელსაც აყენებს, აგერ ამერიკული ბაზების მოხდა. აქ არ იქნება ესე მარტივად საქმე, მე ვფიქრობ ვერ შეცვლიან ისინი რეჟიმს. პირიქით, ამერიკამ როგორც ჩაისვარა ვიეტნამში, როგორც ჩაისვარა სირიაში, როგორც ჩაისვარა უკრაინაში, ეხლა აი მაგალითად ხშირად საუბრობენ რომ აი როგორ იწელება ომი ამ უკრაინაში, აი ვერ მიაღწია პუტინმა. იცით რა არის მეგობრებო? პუტინს აქვს ძალიან სწორხაზოვანი ხაზი. პუტინს შეუძლია, რა თქმა უნდა, მალევე აიღოს კიევი, მაგრამ ამას მოყოლება ძალიან დიდი მსხვერპლი. და ამ მსხვერპლის გაღება არ უღირს რუსეთს, იმიტომ რომ რუსეთი გააკეთა განცხადება, რომ ის არ შეჩერდება უკრაინით. ჩვენო სადაც ფეხი დავდგეთო, იქო ჩვენო ის ტერიტორია ჩვენი იქნებაო და ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ ის უკრაინა, მთელი უკრაინა ჩვენი იქნებაო ამბობს. და ამიტომ დღეს არის ხორცს საპეკიბი მანქანა არის ფაქტობრივად ეს უკრაინა. 70,000 კაცი მოკლეს უკრაინელები კურსკში. აი რა თუ ღირდა ეხლა ზელენსკის იმ კურსკში შესვლა. აი ვითომ ეხლა კი პიარისთვის რუსეთის ტერიტორიაზე 70,000 ადამიანს რო გაგინადგურებენ. ეს ბირთვი ყველაზე მძლავრი ბირთვი, ყველაზე ისეთი აი მომზადებული შეერაღება რო გაუნადგურეს. ეს მეგობრებო რამხელას ნიშნავს. და დღეს რუსეთს ეომება უკრაინა კი არა, ეომება ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები. და ვერაფერს ვერ უკლებს. პირიქით მიდის რუსეთი წინ. და ამიტომ ეხლა და ამერიკის შეერთებული შტატები ამდენ ფლანგზე ვერ იბრძოლებს. ეხლა რუსეთთან ბრძოლობს ჩინეთთან ოღონდ საომარი არ არის მოქმედება, ეს არის ეკონომიკური ომი და ეხლა ახალი ომი დაიწყო აგერ ირანთან. ვერ გაიმარჯვებს ამერიკა ამ ომში. ვერ გაიმარჯვებს. და ამისი დასტურია მეგობრებო ის რომ აი დიქტატორს და იმას რო ეძახდნენ, რა ქვია, პირსისხლიან ესე იგი რეჟიმს უწოდებდნენ, მაგალითად ისინი ლუკაშენკოს. დღეს აი ეს ხალხი, ვინც აი ამ ლუკაშენკოს მიმართ აი ამგვარი ეპიტეტებით გამოირჩეოდა, ის ხალხი ჩავიდა იმ ბელორუსში და შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენელი. იმიტომ რომ ეხლა იქ ტიხანოვსკაიას გამოშვებაზე იყო იქ 5-6 საათი შეხვედ რა გაცილებით ბევრ რამეზე კარგად გახსოვთ ტრამპის ბაქიბუქი სამხრეთ კორეის ლიდერთან დაკავშირებით ამასო ჩვენო დავბომბავთო და მე ჩავიდა კაი ბიჭი არისო იმ სამხრეთ კორეას ვერაფერი ვერ უქნა და ირანი არ არის ესეთი ქვეყანა რომ აი ხა შეცვალო ვერ შეცვლიან აი ხა მე განახებთ აგერ აი შეხვედრას ლუკაშენკოსთან ეს ის კაცია რომლის ჩამოგდებასაც აპირებდნენ გახსოვთ ალბათ და ლუკაშენკო მიარაღი აისხა და ვერტალიოტით გადაუფრინა მთელი მას მინსკს და არ დაუშვა ეს ხალხი რომელიც ლუკაშენკოს ჩამოგდებას აპირებდა აი ნახე როგორ იახლენ ლუკაშენკოს ამერიკელი კონგრესმენები და ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები Какие люди у нас. What the person here? Very glad to hear you again. This is кто его не знает? Кто его не знает? Самое медийное лицо You are the most media face all over the world right now. Крис, приветствую тебя. Как ты жив, здоров? Нормально? Привет, десантников. Yes, hi, paratrooper.
Приветствую вас. Sergio will have an office like this soon. Sergio. With all the gold here, this looks a lot like Mar-a-Lago. It does. President Trump said. Это лучше выглядит, чем гольф-клуб Мар-а-Лаго. Рады вас видеть в этом хорошем месте. Шуму вы наделали в мире очень много своим приездом, но я удивляюсь, почему. Разве мы не можем вести нормальные диалоги, разговаривать о наших делах, об отношениях между Белоруссией и Соединенными Штатами Америки? Gentlemen, I welcome you here to this palace, and you have created a lot of noise in the world by your visit, which is surprising to me, honestly, because why can't we have normal dialogue between the United States and the Republic of Belarus? Но, тем не менее, я очень рад видеть, Джон, тебя, прежде всего, в хорошем, бодром настроении. Ну, Крис, еще рано ему говорить об этом, у нас всегда молодой и здоровый. Но и очень рад, господин генерал, встретиться с вами. Я очень надеюсь, что наша беседа будет очень искренней, открытой. В противном случае, чего встречаться, если мудрить, хитрить друг перед другом, мы результата не добьемся. I'm very happy to see you all here, and I very much hope that our discussion will be very honest and very transparent, because otherwise it doesn't make sense to have any meetings at all, because we have to be honest and transparent in our discussions. And which we have been. Как и было до этого. Да, совершенно верно. Совершенно верно. Я очень рад, что у нас люди есть, которые здесь не первый раз. ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი, რომელსაც შეხვდა ლუკაშენკო და საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა იყო. ეხლა ოფიციალურად გაცხადა, რომ ის ტიხანოვსკა გამოუშვეს, მაგრამ ეს არ იყო მარტო ამ საკითხებს შელობა და ასევე შეხვედრა გაიმართა, კარგად მოგეხსენებათ, უფრო სხვა მიმართულებითაც, რუსეთის პრეზიდენტთანაც იყო გარკვეულწილად საუბრები და ერთი რამის თქმა შეიძლება, რომ ესე მთლად მარტივად არ აქვს საქმე ამერიკის შეერთებულ შტატებს. იმიტომ რომ თავიდან გააკეთეს განცხადება, რომ ჩვენო გავანადგურეთო ყველაფერიო იქო იმ ბაზაზეო, თქვენს კიდევაც ეს და მთელი ეს სისტემები გაუნადგურეთო და ფაქტობრივადო ბირთვულ შეერაღებას ვეღარ აწარმოებს უკვე და ატომურ ბომბს ვეღარ შექმნის ირანიო, ეს მიზანი მიღწეულიაო თქვენს მათ და ჩვენ ნახეთ, არ გასულა რაღაცა რამდენიმე ესე იგი ალბათ რამდენიმე საათიც არ იყო გასული, მეგობრებო, და ჩვენ მოვისმინეთ უკვე სხვა განცხადება, სხვა ტიპის განცხადება. აი ეგერ განახებთ, ეს არის ჯეი-დი ვენსი, რომელმაც სხვანაირად უკვე ისაუბრა, ვანახოთ სურათი, ჯეი-დი ვენსი აცხადებს, რომ ირანი კვლავ აკონტროლებს გამდიდრებულ ურანის მარაგს. ხა მე გეკითხებით, აი ეს წითელი კეპკით რო იჯდა იქა ტრამპი და რო ლაპარაკობდა ჩვენო всё მოვკალით უკვე პერსპექტივები ირანის, რაზე იმობდნენ აბა. კაცი გამოდის აგერ მისი ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსი ამბობს, რომ კვლავ აკონტროლებს გამდიდრებულ ურანს. ანუ რა მიზანს ვერ მიაღწიეს. არა, ვერ მიაღწიეს და ვერც მიაღწევ, იმიტომ რომ ეხა იცი რა, ესე მარტივად არ არის, რასაკვირველი ომი არის, სერიოზული ზიანი მიადგა, არავინ არ უარყოფს ამ ომში, მაგრამ ეხა ეს რომ ირანის საქმე დამთავრებულია და ირანი განწირულია, ეს ერთი წამით. გეტყვით რაც იქნება. ეხა ამასთან დაკავშირებით ერაყის რეჟიმში. გასაგებია, მაგრამ ვერ გადაიყვანენ ერაყი და ირან შორის არის უდიდესი სხვაობა. ერაყსა და ირან შორის პარალელის გავლება რო გავაკეთოთ, არის სხვაობა დიდი. აი, სხვათა შორის მაქსიმ შევჩენკოს ჰქონდა ამაზე რუს ექსპერტს, ძალიან ესეთი საინტერესო პოზიცია და მინდა მოусმინოთ ეს საკითხი. Ну, я думаю, что этот удар – это показуха.
Это просто как бы демонстрация намерений, потому что Трамп по рукам и ногам был связан с еврейским лобби в Америке, произраильским. Он брал у них деньги всю свою жизнь. Семья Адельсон, семья известных владельцев казино, Лас-Вегаса, Макао, все время выручали, ну, такие мультимиллиардеры на самом деле, выручали его, когда у него была катастрофа в Атлантик-Сити, финансировали его президентские кампании 16 года, 20-го, значит, и вот сейчас 24-го. И он, в общем, должен им невероятные деньги. Он как бы завязан с ними очень сильно. Ему надо было с ними развязаться. Он не хочет этой войны, Трамп, ни в коем случае. Он не хочет войны с Ираном, он не хочет втягивания американской армии туда в войну. И он очень подробно и тщательно предупредил иранцев о том, что будет наносить эти удары. Иранцы, судя по всему, очень тщательно подготовились. Вывезли все радиоактивные материалы ядерные, эвакуировали оборудование, людей, судя по всему. Более того, даже Кит Келлог прилетел в Минск, и совершенно очевидно, что он прилетел не Сергея Тихановского освобождать, а 6,5 часов. Президенты таких переговоров не ведут, понимаете? О чем Кит Келлог, специалист по шиитскому Ираку и Ирану, который там много лет провел в роли руководителя Координационного центра разведки вооруженных сил, мог говорить с Александром Лукашенко. Какой интерес у Кита Келлога в Беларуси? Только один. Я думаю, что во время встречи с Лукашенко была прямая связь. Может быть, Трамп, Путин, может быть, Си Цзиньпином поговорили по телефону. Не исключаю, что и с Пезешкияном поговорили, и с кабинета Лукашенко. 6,5 часов – это большой срок. Тем более, что в итоговом коммюнике сказано, что Келлог обсуждал с Лукашенко Россию и Китай. Чего обсуждать Россию и Китай? Я думаю, что он туда приехал подстраховать, сказать: ребята, ничего всерьез не будет, будут не настоящие удары, а будут вот как бы такая вот имитация. Дальше возникает вопрос: а как дальше? Дальше, значит, у Ирана есть развилка. Первое – это нанести удар по американцам, ответный, ну просто обстрелять даже базу. И Израиль это бы очень хотел. Но уже со стороны иранцев звучат другие совершенно мнения, очень для Израиля не очень хорошие. Что отвечать за американскую агрессию будет кто? Правильно, Израиль. Я думаю, что по американцам иранцы стрелять не будут, а уже сегодня они с утра показали, что у них есть ракета суперсовременная с боеголовками 1,5 тонны, понимаете, весом. Это чудовищное оружие на самом деле. Чуть-чуть уступающие по мощности американским супербомбам, которые легко проникают сквозь израильскую оборону. И они нанесли удар сегодня по Израилю. И такие удары будут каждый день, они будут усиливаться. Потому что искать ракетные установки на территории огромного Ирана, это горные, тем более, местности, ну, прямо скажем, это не по силу ни Израилю, ни даже США. Это огромное стратегического уровня мероприятия разведывательное. Тем более при ликвидации шпионской сети в Иране, я думаю, что глаза многие они потеряли. А вот Израиль, там куда ни стрельни, всюду попадешь. Всюду будешь сеять либо страх среди населения, либо будешь попадать по военным каким-то объектам. Если попадешь, конечно. Это даже не имеет значения, потому что весь Израиль – это военный объект, по большому счету. Там мы видим ракетные установки, стоят, просто стреляют из центра городов, из Тель-Авива, из Хайфы. На бульварах, на улицах стоят системы ПВО израильские, которые ведут огонь прямо из центра города. А в ответ Иран говорит: все, Израиль будет платить по американским счетам полностью, теперь Израилю там кирдык. И отдуваться, на самом деле, будут бедные евреи за эти трамповские манипуляции. Трамп решил вопрос, соскакивает с еврейского крючка. Иран актуализирует консолидирует вокруг Вилаят Факиха, вокруг Рахбара или его преемника народ. Война для Ирана становится войной отечественной, с американскими ударами. Китай тайно помогает Ирану. Что Ирану не хватает? Ирану не хватает только чипов для ракет. Все эти болванки, ракеты — это же труба просто, напичканная топливом и взрывчаткой. Без чипа это просто бессмысленная вещь. А чипы производит только Китай. Поэтому Китай будет помогать, я думаю, косвенно. С Россией Трамп договорился, Россия получит Украину в обмен на некое такое как бы дистанцирование от прямой поддержки Ирана. Хотя я думаю, что не прямая поддержка будет осуществляться все равно.
Поэтому я лично не считаю, что это какое-то феерическое достижение американцев. Я как раз считаю, что это для Израиля очень неприятное событие. Потому что перспектив окончания Ирано-израильского конфликта, который находится на переднем плане, пока не видно. Хотя я выступаю за прекращение этого конфликта, за то, чтобы и израильтяне, и иранцы перестали быть объектами бомбардировок и заложниками политики своих правительств. Я за то, чтобы израильтяне и иранцы рано или поздно сели за стол переговоров. Вопрос, кто это может сделать? Кто это может сделать? Я считаю, что это может сделать в основном только Путин сейчас, по большому счету. Во многом это может сделать Азербайджан, президент Алиев, потому что незадолго до этих атак у Ирана и у Азербайджана были очень хорошие, добрые встречи, подписаны очень важные документы, шел процесс урегулирования и так далее, и так далее, и так далее. В общем, в мире хватает сил, которые способны помочь примириться, подписать мирный договор между двумя государствами. ეხლა ძით რა არის ჩვენც მართ თქმა უნდა საინტერესო პოზიცია იყო იმის მომხრევად რომ ომი შეჩერდეს მაგრამ ჩვენ გვახსოვს ტრამპი რომ მოვიდა ხელისუფლებაში რა დაპირებები ჰქონდა მას რომ ჩვენ გავაჩერებთ ერთ დღეში გავაჩერებ უკრაინა რუსეთის ომსო მერე გახდა პრეზიდენტი შეცვალა პოზიცია იქ მოითხოვა წიაღისეული უკრაინისგან და ეხლა ახალი ომში ჩართო ქვეყანა სხვათა შორის კონგრესმენებიც კი უკვე მოითხოვენ და სენატორები მის იმპიჩმენტს იმიტომ რომ მან დაარღვია წესდება როდესაც უცხო ქვეყანაში დაიწყო მოქმედებები ეხლა ჩვენ რო ვთქვათ ეხლა სამართლებრივად არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება რომ უცხოის ქვეყნის საქმეში ჩაერიოს ესე რომ თავი ავიამზიდებით გაანადგუროს ესე გარკვეული ეს ობიექტები თუ კი მაგალითად სიტყვაზე ერთ ქვეყანას აქვს ბირთვული შერეღების ქონის უფლება რატო არ აქვს მეორე ქვეყანას ვინ დაადგინა ეს სად დადგინდა ეს სამართლებრივად ტრამპი მოიქცა ნამდვილად უკანონოდ იმიტომ რომ მას არ ჰქონდა ამის უფლება ეხლა მე კიდევ ერთხელ მეორე მე ვიჩენ ამ შემთხვევაში ნეიტრალ პოზიციას მაგრამ ეხლა შენ გინდა კანადას წაიღებ, გინდა გრენლანდიას წაიღებ, გინდა ვიღაცას დაარტყა. ესე სად არის? ეს არის დემოკრატია. და ესე არ ჩაივლის. და ომი ამას ჩვენ უყურებდით, კაცი მოვიდა ომს გავაჩერებოდა, ახალ ომში ჩართო ქვეყანა. ახალ ომში ლოს-ანჯელესში მიდის ომი, თავის ქვეყანაში მიდის ნამდვილი სამოქალაქო ომი, აგერ ვერ აჩერებენ იქ და ეხლა თავის ქვეყანაში ვერ მოუგვარებია სიტუაცია და ახალ მასში დავიდარებაში ჩაერთო ქვეყანა. ეს არ მოიტანს კარგ არც თვითონ ამერიკისთვის, არც ირანისთვის, არც ისრაელისთვის და არც ჩვენთვის და არავისთვის არ არის ეს ომი მომგებიანი, იმიტომ რომ ეს ომი დააზარალებს ძალიან ბევრ ქვეყანას. მაგრამ ამიტომ ჩვენ ცოტა ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ აქ. განცხადებები უნდა იყოს ფრთხილი. ის კი არ უნდა გამოვიდეთ, რომ იმას უჭერ, ამას უჭერ და ეს არის დამღუპელი ჩვენი ქვეყნისთვის, რასაც ეს ნაციონალები აკეთებს. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ქალბატონი არ არის ნუ ეს ტანსაცმლიანი გიჟი არა. ეს არ არის ნორმალური და არ შეიძლება ასეთი შიზოიდების და ფსიქოპათების პოლიტიკაში გაკარება. არ შეიძლება პოლიტიკური ავანსცენა, აი ასეთი ადამიანებისგან ამას უნდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა და აეკრძალებათ კიდევაც. იმიტომ რომ როგორ შეიძლება რომ ასეთი ადამიანი ლაპარაკობდეს პოლიტიკოსობაზე კონდეს მას პრეტენზია და აი ესე ლაპარაკობდეს და აი ასეთ განცხადებებს აკეთებდეს რომ ადამიანი იძახის რომ ფედერალისტები ვარ ჩვენ უნდა ხელისუფლებაში უნდა მოვიდეთო და გამოდის და იძახის რა კარგია ამერიკის შეერთებულმა შტატებმაო წყალქვეშა ნავებიდანო და ჰაერიდანო და რაღაცა ირანი დაბომბა ეს რომც გიხაროდეს აი ამას რო გულშემატკივრობდე და მხარს უჭერდე პოლიტიკოსმა ტვინიანმა არ უნდა თქვა ესა მაგრამ ამათ ხომ ტვინი არა აქვს აბა ეხლა ამათ რო ტვინი ქონოდათ იმას ხო არ იზამდნენ რასაც მისი ქმარი ჩადიოდა დაწყებული 90 წლიდან როცა იყო პირდაპირ ავტომატი ქონდა გადაკიდებული და დარბოდა ქუჩაში და მერე დაიჭირეს და უნდა დაეხვრიტათ უზენაესი საბჭოს სასადილოში და ბატონმა ირაკლი ურუმბეგაშვილმა ქართველმა პატრიოტმა და ვაჟკაცმა რომელიც დღეს ნიდერლანდებში ცხოვრობს გადაარჩინა 18 წლის ნაძირალა გიორგი გიგა ბოკერია რომ ბავშვია და გავანებოთ თავიო თორე ეგ უნდა დაეხვრიტათ იქ და მე არ მივესალმების ერთ ადამიანის დახვრეტას და მკვლელობას მაგრამ ეხლა გიგა ბოკერიას იქ რო დაემთავრებინა თავისი გაძაღლებული ცხოვრება
თქვენ ხო წარმოგიდგენიათ, რამდენ უბედურებას აცდებოდა საქართველოს. არ გვეყოლებოდა ამდენი სექტა, არ გვეყოლებოდა ამდენი იეღოველი, და საერთოდ ნაციონალური მოძრაობაც არ იარსებებდა, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილის აი ამ სადომაზოხისტური და გარყვნილი რეჟიმის ხერხემალი იყო გიგაბო და იდეოლოგიას ქმნიდა გიგა ბოკელია და ეს ლევან რამიშვილი. კი ბატონო, და ახლა მე ერთ რამეს ვინა თქვა ისევ აი იმ დაუბრუნდე მინდა იმ თემას. აი ხა ფაქტია, ზოგი ჭირი მარგებელიო, ზოგ საქართველოს ერთიანდებოდა, როდესაც დიდი ომები იწყებოდა. ყოველთვის ასე იყო. ჩვენთვის არავის არ ეცალა და ჩვენ ამ დროს ტვიანური პოლიტიკით ვაკეთებდით ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე. თუ ეს ომი განვითარდება და არ გაჩერდება, ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, როგორც ჩვენმა დიდმა მეფეებმა ისარგებლეს იმ შექმნილი სიტუაცია, ჩვენც ვისარგებლოთ. აგერ აი ლუკაშენკო, ეს არის ბრძენი კაცი მართლა. აი მართლა თეთრი შურით ამ შურს ბელორუსების. აი გუშინ გადაცემა მქონდა სამწუხაროა რომ საქართველოში რუსული ენის პრობლემა არის და ბევრმა ვერ ფლობს ამენა. ესე იგი მე გავუშვი სიუჟეტები კონკრეტული როგორ გადადიან გერმანიიდან ასეულობით და ათასეულობით უკვე ადამიანი საცხოვრებლად ბელორუსში. აი თვითონ ილაპარაკეს გი ჩვენო აქო სიმშვიდე გვაქვს, სტაბილურობა გვაქვს და აღარ გვინდაო გერმანიაში ცხოვრებაო, იქო ქუჩაში ხვდებიანო, იქო ძარცვა მიდის, გაუპატიურება მიდისო და ეხლა ჩვენ რო ბელორუსში გადავდივართო, ესო ჩვენთვის არის იგივე გერმანია ადრე როგორიც იყო. ანუ კაცმა შექმნა ისეთი ქვეყანა, აი ესეთი გერმანია, რომელიც იყო მართლა ძრავი იმისი მთელი ევროკავშირის, აი ამ ძრავიდან და აი ამ უდიდესი ქვეყნიდან მიდის უკვე საცხოვრებლად ბელორუსში. და კაცმა აგერ ამერიკელებთან მოაგვარა სიტუაცია. ჩავიდა აგერ ეს კიტ კელიქსი და 6 საათი ეხვეწება ლუკაშენკოს რაღაც სიტუაცია. რატო ჩავიდა? უჭირს და იმიტომ თორე აბა გამართული რო იყოს რატო ჩავიდოდა მართლა იმ პოლიტპატიმრების თუ ვიღაცები რო თვლიან იმათ გასათავისუფლებლად ჩარჩასულა რა თქმა უნდა ანუ ლუკაშენკო ეხლა ვაჭრობს და თავისი ქვეყნისათვის სარგებელი იპოვა ეხლა სანქციებს მოუხსნიან იმ პროდუქციას ადგება ევროპაში გაიტანს ქვეყანას ააყვავებს ანუ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ლუკაშენკოს მსგავსად მე ვერ გავიგე რა არის ეხლა ღვთისმშობლის წინხვედრი ქვეყანა ჩვენაო არც კაცო თუ ვიღაცა სხვები არიან ჯერ შეხედეთ ბელორუსულ მაღაზიაში რა დონის პროდუქცია იყიდება აი თეთრი შურით მეც მშურ ძვირფასო მეგობრებო რა გნებავთ ძეხვეული გნებავთ რძის პროდუქტები ესე იგი მე არ მინდა ეხლა იმეს მაგრამ ქართულ ძეხვს რომ ნუ არ ვიცი შეიძლება ჩვენ ალბათ ღვთისმშობელი და უფალი განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ ვართ, რომ ცოცხლები დავდივართ, თორე ეს პროდუქცია, ეს ქართული საიდან კეთდება, რისგან კეთდება, რას ვჭამთ. მე არ ვიცი რა, ჯერ აი ქართულ მაწონს გემოდაუკარგეს. ძეხვი იყიდება 6 ლარიხის კილო ძეხვი. მაპატიეთ და რისგან კეთდება ეს ძეხვი, გამაგებინეთ კაცო. ხორცი ღის 25 ლარი და კილო ძეხვი როგორ ღის 6 ლარი. რისგან აკეთებთ ამ ძეხვს? გააგებინეთ ამ ხალხს. რა ისეთი ფოკუსი ისწავლეთ და რა ჯადოქრობას, რა ალქიმიას ფლობთ ეგეც რომ ძეხვს უშვებთ და სოსის და ღირს 6 და 7 ლარი. როცა ხორცი ღირს 25 ლარი და 23 ლარი. გაგვაგებინეთ გითხარით რა სასწაულ მოქმედები ხარ თუ რაშია საქმე ამიტომ მე ვამბობ მე არ მინდა ახლა ამ პერიპეტიებში შევიდე ეს არის როგორც ჩანს ხანგრძლივი ომი გადაწყვეტილი აქვს რომ დაანგრიონ ირანი ეკონომიკურად და მე სხვა ანგარიშები აქვს ამას მოყვება აუცილებლად დევნილთა ტალღები დიდი ტალღები მოყვება ჩვენ რა თქმა უნდა გამოვიჩინოთ თავი იმით რომ დავიოკოთ ქართველებმა თავი წინა გადაცემაშიც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ დავიოკოთ თავი როგორმე რომ რაღაცა ნეიტრალიტეტი დავიჭიროთ არ დავიჭიროთ ვინმეს მხარე არც ამერიკელების ტაშის მკვლელებად გამოვიცხადოთ თავი და არც სპარსელების დავიჭიროთ ნეიტრალიტეტი შევინარჩუნოთ რაღაცა დავოკდებთ და მოვემზადოთ იმისთვის რომ თუ რაღაცა ეს დევნილთა დიდი ტალღები წამოვა საქართველოსკენ თავი დავიცვათ და ქვეყანა გადავარჩინოთ მაგრამ ბატონ ნიკოლოზ ჩვენ მეორე საფრთხის წინაშე ვდგავართ მე გავაჟღერი ამ პრობლემის შესახებ ვილაპარაკე წინა გადაცემაში რისთვის აშენებთ ამდენ სახლებს თქო 80 და 70% ირანელებს აქვს ნაკიდი ამ კორპუსებში ბილეთი იმ ხალხს ვერ გააჩერებთ საზღვართან იმიტომ რომ სახლი აქვს კერძო საკუთრებას ფლობს საქართველოში და შემოვა და იცხოვრებს. აბა ერთი ხმა გაეცით, ვერაფერსაც ვერ იზამთ. არა, მე მგონი რომ აი ეგ არის უბედურება. ეგ იქნება სერიოზული პრობლემა საქართველოსთვის, იმიტომ რომ 10,000-ობით
ირანელი შემოვა საქართველოში, რომელსაც თბილისში და საკურორტო ზონებში კერძო საკუთრებები გააჩნიათ, ნაყიდი აქვს, ნახევარი კახეთი გაყიდულია ირანელებზე, არაბებზე და ინდუსებზე. თბილისში უამრავ კორპუსები რაც შენდება 30-40% მათია, მათ აქვთ ნაყიდი, შემოვლენ და იცხოვრებენ თავიანთ სახლებში. მე მიკვირს და ამას როგორ გავაჩერებთ არ ვიცი. არ ვიცი, ახლა მე რა არის ცით ბოდიში და ერთი გამოვიდა ერთი ექსპერტი რა და ესენიო აქ რო არიანო სასწავლებლად არიან ჩამოსულები. აი ხა მე მაინტერესებს აი ხა ამ კინოსახთანაც იქ საბურთალოზე ყველგან თბილისის უბანი არ არის დარჩენილი ეგენი იქ ეხლა აი მაგალითად კინოსახთან ეხლა აგერ რო არიან შეკრებილი კონსპექტებს იღებენ ესენი ქსეროქსზე. გავცნა შეურდო Adwan. Georgia. მე არ ვიცი უკვე უნდა გიხაროდეს კაც ქართველს რო ნახავ ქუჩაში კურიერს რო გამოიძახებ ქართველი თუ აღმოჩნდა უნდა გაპირზე გადაკოჩდო და ჩაიხუტო გულში რომ ქართველი ხარ აქ რა მოგიყვანა შემადლიანო და ტაქსი თუ ქართველი მოვა კიდე აი ესეც უნდა გადაკოჩდო ქართველი თუ არის კიდე იქ აი რა დღეს მოვესწარით რა და მე არ ვიცი კიდე რა იცით ჩვენმა мама პაპამ სისხლი იმისთვის დაყვა რა კაცო ეს მიწა ჩვენ უცხოელებს გადავწეთ ჩვენინებით სისხლით მოვიპოვეთ უფლება რომ ეს მიწა ჩვენი ყოფილიყო და ჩვენ ეხლა ამა თუ ვაძლევთ ისე და რა ესენი აქ ბოდიში და ვინც ეხა ჩამოდის თქვენ მართლა გონიათ და კონსპექტების გადაღებისთვის იყვნენ აქა რა სწავლა რის სწავლა ხალხო ერებს მოდავ თქვენ და ჯერ ეგერთიც იმ სწავლაზეც თუ ჩამოდიან რაღაცა ლიმიტირება უნდა იყოს ეხლა ყველას აბა მედი წავიდეს ვინმე ამერიკაში სასწავლებლად წავიდეს შვეიცარიაში არა ესე არ არის მე რო სწავლა მინდა ყველას კი არ უნდა გაუღო ეს ეხლა ტერორისტები მათ შეიძლება მოითხოვენ რომ ჩვენ გვინდა სწავლა ჯავახიშვილში ვისწავლოთ ამ 5 წელს არა რა შუაშია ეს სწავლა ვერ ამ 5 წლის წინ თეირანში ჩატარდა კინოფესტივალი და ჩემი ახლობლის შვილმა მიიღო მონაწილეობა რა დამწყები კინორეჟისორია ძალიან პერსპექტიული და კარგი ახალგაზრდა არის არ მინდა ხა მის გვარი და სახელი ჯერ თავი გამოიჩინოს კარგად როგორც არის და სახელი და გვარი იპოვის თავის რო იტყვიან გზას და ჩამოვიდა და გაოგნებული იყო პირდაპირ ესე იგი აი პირდაპირ მითხრესო ირანელებმა რომ გაიგესო რომ გურჯი ვიყავიო ქართველი ვიყავიო პირდაპირ ეგ ტერიტორიაო ეგ ჩვენი სახელმწიფო შემადგენლობაში იყო და ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ეს ტერიტორიაო რა ასე რომ აქ სასწავლებლად არავინ არ ჩამოდის და კერძო საკუთრების უკან როცა უცხოელები აქ ყიდულობენ აქ დგას სახელმწიფო პოლიტიკა ეგ ყველამ კარგად იცოდეს სახელმწიფო პოლიტიკა დგას აქ ეს არის ჩინეთის სახელმწიფო პოლიტიკა თურქეთის სახელმწიფო პოლიტიკა არაბული ქვეყნების სახელმწიფო პოლიტიკა და ირანის როგორც შიიტური რეგიონალური ლიდერი სახელმწიფოს პოლიტიკა ასე რომ საქართველოს დიდი გამოწვევებისთვის უნდა მოემზადოს გასაგებია და მე ვფიქრობ აი ჭაბუ ამირეჯიბმა ერთი ძალიან ჭკვიანური ფრაზა იხმარა ჭკუით ქართველები ეგ ნამდვილად მისი არის ხო ეს ნამდვილად მისი არის ჭკუით ქართველებო არის ეს არის ყველაზე აი მართლაც ისეთი საუკუნის ფრაზა იმიტომ რომ თუ ჭკუით ვიქნებით ჩვენ ბევრ რამეს მოვიგებთ და თუ გიჟივით ეს საბჭოთა კავშირი რო დაინგრა მანდამაი ჩვენ მოვყევით ამ ნანგრევებში ყველა გამოვიდა აქედან ნორმალურად და მართლა ისე რომ დაზარალებული არა ჩვენ უნდა მოვხდეთ ყველა ნანგრევებში ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ ყველა ომში თავი ესე იგი ავღანეთში უნდა ჩავხოცოთ სირიაში ჩავხოცოთ ყველგან უკრაინაში რატო უნდა იბრძოდეს ქართველი მაინტერესებს აქ უკრაინელები იბრძოდნენ აქ ჩვენთვის კაცო რაღაცა 5-6 კაცი ბრძოლობდა თუ ეხა ვიღაცები რო კი იბრძოდა 5-6 7 შეიძლება ქართველი საქართველოს აფხაზების ხარესაც იბრძოდნენ. კი ბატონო. სნაიპერები იყვნენ იქა. და რა იმ მაშინის ციცად თქვით, კაცო. რატო უნდა იხოცებოდეს? ეხლა კიდე ერთხელ ვიმეორებ. ძალიანად შეიძლება მე ვიღაცა არ მომწონდეს, მაგრამ თითეული ქართველი, ვინც უკრაინაში იღუპება, ჩემთვის არის ტკივილი. ეს ნაცია, შმაცია თუ ვინც არის. იმიტომ რომ მე ყველა ქართველი მიყვარს. და მინდა რომ ყველა ქართველი შემოვატრიალო ჩვენ. ჩვენ დასაკარგი ქართველები არ აყავს. და ამიტომ ძალიან ეხლა მონაგონი იქნება უკრაინა, სირია და ის იმხელა, ესე იგი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მესამე მსოფლიო ომის ფაქტობრივი დასაწყისი. რაც ეხლა ხდება, ბირთულ შერაღებებზეა ხალხო საუბარი. ერთ დღეს შეიძლება რა მოხდეს კაცმა არ იცის. ამიტომ ჭკუით ვიყოთ
და კიდე ერთხელ ვიმეორებ, დამამშვიდებელი აქ ის არის, რომ ყველა აი ამ დიდი ომი, როდესაც იყო, ჩვენი დიდი მეფეები ამ ომით სარგებლობდნენ და ქვეყანას აერთიანებდნენ. ეს შეიძლება იყოს ჩვენთვის შანსი. ის ზოგი ჭირი მარგებელია, წყვილ არ არის ნათქვამი. ანუ აი ეს ჭირი რომელიც არის, შეიძლება ჩვენ გამოვიყენოთ საჩვენოდ, მაგრამ ამისთვის ჭკვიანურად თუ ამოვიქცეთ და არა ეს გიჟებივით გამოვიდეთ აქ ტრანსპარანტებით, ან ერთი მხარეს, ან მეორე მხარეს და ის კაც მივცეთ საშუალება ვიღაცას მე აქ შემოგრიხინდეს თავისი ტანკებით. ეს ასე არ უნდა მოხდეს. ამით ჩვენთვის გაკვეთილი დრო ამოიწურა, ბატონი დიტო ჩუბინიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, მადლობთ ბატონო დიტო, ჩვენი. დიდი მადლობა ბედნიერად, გემშვიდობებით. და მე დღეს დაგემშვიდობებით ამითი და ხვალ შეხვდები ტრადიციულად 9 საათზე კარგად იყავით.